საომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ამ საღამოს ახლა ნაკლად არ ვაპირებდი ვიდეო ლაივის ჩაწერას, მთელი დღე ვმუშაობდი და დავასრულე როგორც იქნა დღევანდელი დღის შესახებ ბლოგი, რომელიც ეძღვნებოდა ბათუმის ხელშეკრულებას, რომელი ხელშეკრულებაც რეალობაში წარმოადგენდა სამშობლოს ღალატს და რომელიც რეალურად აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორიების გაყიდვის და შემდეგ ათათურქზე გადაცემის მთავარი ფუნდამენტი და ამას საქართველოში ძალიან ცოტა თუ უკვირდება და იშვიათად ახსოვთ, საერთოდ ამაზე ლაპარაკიც კი არ შეიძლება. ამიტომ ვისაც გაინტერესებთ, შემოგარგებო, აი აქ კომენტარებში მაგ დატოვებული ეს ლინკი და შეგრძანდით ნახეთ საქართველოს ოკუპაციის და ანექსიის თურქულ გერმანული გეგმა. ძალიან ბევრ საინტერესოს გაიგებთ. მე თვითონაც ამ ბლოგზე მუშაობის დროს ისეთ რაღაცებს გადავაწყდი, რაც არ მეგონა, რომ ესეთი რაღაცა ბუნებაში არსებობდა. ისიც იქამდე, ისიც რომ ეგრეთ წოდებული ქართული ლეგიონები, ქართველები, რომლებიც საქართველოს და ქართველებს ებრძოდნენ ოსმალეთის მხარეს. მე არა მაქვს საუბარი, აი მე რაღაცა ეს თურქი მესხების ნაწილი რო იყო სერვერბეგ ჯაყელებზე და არა, უშუალოდ საქართველოსდან წასული ადამიანები, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ, ვითომ რუსეთისგან რო უნდა იხსნათ საქართველოს თურქული ჯარით. დღესაც ბევრი არიან. ამაზე ატყდა დღეს მთელი ისტერიკა, დღეს დილიდან ჩემს გვერდზე მოკლედ თუ სადმე ერთი დებილი იყო ტრადიციულად იხულეს, არ ესიამოვნათ ეგ სიმართლე და ნახეთ, აღარ დავიწყებ ამ ყველაფრის ახსნა განმარტებას, ვისაც და გაინტერესებთ ნახოთ. არ მქონდა უბრალოდ რა დრო, მაგრამ მაინც გადავხედე ახლა საღამოს მეთქი რა ხდება სოციალურ ქსელებში და აი რა გითხრათ, იცით, საუბედუროდ და სამწუხაროდ ხო მართალი ვარ, რომ აი არაფრით დღევანდელი საქართველოს არ განსხვავდება იმ 1921 წლის საქართველოსდან, რომელსაც ყავდა მოღალატე მთავრობა, რომელსაც ყავდა აი საერთოდ ინდიფერენტული საზოგადოება და ქვეყანაში აგენტოკრატია იყო ჩვეულებრივად დაწესებული და ვისაც რაც უნდა იმას აკეთებდა. და სრული გაუნათლებლობა, აი როგორ გითხრათ, ელემენტარულად რა, ახლა დღეს გახდა ცნობილი, ესეთი ამბავი გახდა ცნობილი, რომ ესა თურმე საქართველოსდან იქნა გაძევებული ფრანგული დაზვერვის აგენტები. აი და თურმე ქართულმა კონტრდაზვერვამ ისე ძლიერად იმუშავა, თურმე რუსეთის აგენტები ხო დაიჭირეს და საფრანგეთის აგენტები თურმე კოცებმა საქართველოსდან გააბუნძულეს. და ამას მთელი სერიოზულობით ამათი ტელევიზია ატრიალებს აქეთ-იქეთ და ახლა ამათზე აღარა მაქვს საუბარი, უბრალოდ აი ამ ინტელექტის ადამიანებზე, თვითონ ქოც გამპრავლებლებზე, მაგრამ აი არ შემეძლო რა ეს სიმართლე გითხრათ, რომ ეს ყავთ ქოცებს ექსპერტად და ეს ჯორჯიან ტაიმსი ხანდახან აი ამ ირაკლი ჯანყარაშვილის პოსტებს დებს და ამას მთელი სერიოზულობით აკეთებენ. ეს ჭკვეს საკითხავი ხალხია, რომელიც წერს, რომ ფრანგული დაზვერვა წავუზეთ, ვასიამოვნეთ, ხო და ეს სიმართლე გითხრა, მართლა არ ვიცი, ვიტირო თუ ვიცი. მართლა არ ვიცი რა. ესეთი ტოტალური შიზოფრენიის და ტოტალური დებილიზმი შეიძლება. კაი, ადრე ნაცებზე ვიძახოდით, ხო, აი მართლა მიშა. ამათ შეხედეთ ამ დედამოტყუნებს, რაც და მგონი. ელემენტარულს გეკითხებით ხალხო, რომელი ფრანგული დაზვერვა შეიძლება გააძევოს საქართველოსდან და რომელი ფრანგული დაზვერვის წაქცევაზე არის საუბარი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი იყო პირდაპირ საფრანგეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი სალომე ზურაბიშვილი 6 წელიწადი.
ოფიციალური ეს არავისთვის თუ ვინმეს გონია რომ დიპლომატი სხვა რამეს ასრულებს ძალიან შემცდარა ესე იგი საქართველოს პრეზიდენტი იყო საფრანგეთის სპეცსამსახურების აგენტი რომელიც მუშაობდა საქართველოს წინააღმდეგ ეს იყო მისი დავალება საფრანგეთის სასარგებლოდ ნახეთ ეს ბლოგი და კარგათაა იქ ნაჩვენები რომ შულენბერგი კარგი პიროვნება იყო დიდი დიპლომატი იყო მაგრამ საქართველოში გერმანიის ინტერესების გასატარებლად იყო ჩამოსული და არა საქართველოს დასაცავად როგორც მოაქვთ და ამ ხალხმა რომელმაც საფრანგეთის ოფიციალური აგენტი სპეცსამსახურების აგენტი რომელიც წარგზავნილი იყო საქართველოში თავის დროზე საფრანგეთის მხრიდან რომ ინფორმაცია შეეგროვებია და გახადეს პრეზიდენტი 6 წელიწადი და ესენი ახლა იძახიან რომ საფრანგეთის დაზვერვა წავკურზეთო თან დააკვირდით ფორმას დააკვირდით და აზროვნებას დააკვირდით და საფრანგეთის სპეცსამსახურები თურმე წაუკუზია Facebook-ის გენერალ მაიორს დინარაძეს და ირაკლი ჯანყარაშვილს და რა მაგრები ვართ მეცინება ახლა ხარხარი მინდა სიმართლე გითხრათ მაგრამ აი მწვენია რა თან მეტირება ამდენ ავანტყოფს რო უყურებ ჩემ ქვეყანაში ასეთი დებილი როგორ უნდა იყო ადამიანი არა ამას ახლა ჯამრთელობის ცნობა გააჩნია ამას საერთოდ ჯამრთელობის ცნობა გააჩნია აი მე ღმერთო შენუშველი ამდენ ავადმყოფს და ამდენ დებილს სიმართლე გითხრათ აი ასეთ არა უკეთესი მდგომარეობა იქეთ გადახედავ აქეთ გადახედავ აი დააკვირდით ელემენტარულად აი დააკვირდით ამას რა უნდა ამას პოლიტიკაში თან გეოპოლიტიკურ საკითხებს რო არკვევენ ეს გახარიას პარტიიდან ორგანიზაცია ფუჩუს თავმჯდომარის დაქალი თუ მოადგილე თუ ისა რომელიც 3+3 ფორმატი თურმე რუსეთი იმაშვება რა ქვია გვახვევს თავზე და რამენაირად ფეხი არ შევდგათ თურმე რუსეთის გავლენის ქვეშ როგორც იქნა გამოვეყავით თურმე და რუსები ხო გავყარეთ ფრანგები ხო გავყარეთ და რამენაირად ეხა დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ და თქვენ გინდათ რომ ამათ ხელში ბიჭო ჩვენ ქვეყანას რაიმე სასიკეთო მოუვიდეს ადამიანს ელემენტარული ერთი წიგნი თუ წაუკითხია ამათი განათლების ამათი განცხადების ამათი ბოდვის რას დაიმგვანეთ ხალხო რას დაიმგვანეთ აი ყველანაირად აი როგორ გითხრათ იცით აი ექსპერიმენტალი ნახდათ ეთყობა ქართულ საზოგადოებას იმას ვერ იტყვის ადამიანი რომ ქართულ საზოგადოებას ექსპერიმენტალი არ ეთყობა სოციალური იმის იმიტომ რომ როგორც ვირთხებზე ატარებდნენ საერთოდ ცდებს ისე ატარებდნენ საქართველოში ქართველებზე ცდებს მთელი ამ წლების მანძილზე რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და ვითომ დამოუკიდებლები გავხდით და ვითომ თავისუფლება მოვიპოვეთ ახლა როგორი დამოუკიდებელი და როგორი თავისუფლება ეს ცალკე საკითხია მაგრამ მის მერე უწყვეტ რეჟიმში დღესაც მიმდინარეობს ექსპერიმენტი ქართველის გამოშტერების, გადაგვარების და თავარი არის რომ განათლება წაუშალო მომავალ თაობას და გარყვნა. აი მო რაღაცას თუ მიაღწია ნებისმიერ ერში, რა თქმა უნდა ის ერი მისი წაიშლის თავს. და აი რა დონეზე დავედით უბრალოდ ხალხო რომ ადამიანები რაც მოადგებათ ენაზე ყველაფერს კადრულობენ და ამათ პოლიტიკოსები ქვიათ. ის კოცები ფრანგების აგენტურას კუზავენ ეს ამას საქართველოს გადარჩენა უნდა 3+3 ფორმატში ვინმე არ შეგვატრიოს თურმე ეს ძალიან დიდი ბრძენი ხალია რა ამაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი საერთოდ ეს ბუჩუკურისნაირი ინტელექტი იშვიათად შეიძლება ვინმე მოიძებნოს მაგრამ თქვენი ბედი, ჩემი ბედი, ჩვენი უბედური ქვეყნის ბედი არის ამათ ხელში. აი ესა უბედურება. აი ეს არის მთელი ტრაგედია თუ არა. დანარჩენზე ახლა ამათაც გააკეთეს განცხადებები, რომ ჩვენ თურმე არ მონაწილეობთ 3+3 ფორმატში.
ასეთ სახელმწიფოს რომ არავინ არ ცემს პატივს, არც უნდა ეცეს, გამორიცხულია. არც ერთი ნორმალური სახელმწიფო საქართველოს ნაირ მსგავს სახელმწიფოს პატივს არ ცემს. ისეთ ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი რო გვყავს, ისეთი პრეზიდენტი იქნება. საგარეო საქმეთა მინისტრი რო გვყავს, ისეთი საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება. ივანიშვილი რო გვყავს ოფიციალური მმართველი, ისეთი მმართველი იქნება. სანამდე ქვეყანაში ელემენტარული უშიშროების შეფი გვეყოლება, რომელიც გენერალ-მაიორია და იარაღის დაშლა-აწყობა არ იცის. არ ცემენ ასეთ ქვეყანას პატივს. ამათ რა შეუძლიათ, იცით? აი, მთელი ამათი ძალა რაშია. ერთადერთი რამე რაც ამათ შეუძლიათ. საკუთარი მოსახლეობა რამენაირად გაანადგურონ. საკუთარ მოსახლეობაზე რამენაირად იძალადონ. საკუთარი დაიჭირონ, გააჩუმო, რომ ვიღაცა მუთხრას გარეთ კარგი ხარ. და ამით შეინარჩუნონ ხელისუფლება. აი ეს არის. ეს იყო თავის დროზე არა მარტო ქოცების, ახლა საწოდაობა იქნება, რომ მარტო ქოცებზე თქვა ეს. ეს იყო ნაცებიც ამას ამბობდნენ, ეს ქართველები თურმე ბნელი შტერი, სააკაშვილი იძახო და ეს თურმე კარიკატურული ქვეყანა იყო, მარტო ულუაშებიანი კაცები ქუდებდნენ და ამან გამოახედა თურმე შევარდნაძემ რომ საქართველოს და ქართველები გაანადგურა და საკუთარის განადგურებიც კაბი შეინარჩუნა, რა თუნდა ლაპარაკი ამას. აი ამას განვიცდით ამდენი ხანია. ხო არა შეგინება არ შეიძლება. არ შეაგინო, არ შეიძლება, გინება როგორ შეიძლება ახლა თქვენ რაღაცას იკადრებთ, ახლა შეაგინებთ და მერე უცებ აღმოჩნდება ისეთი რაღაცა, რომ აი აგერ აკვყავს ახლა, აი აქ აკვყავს თავარი ისა რა ქვია, ცენზორი თამთა ქიმბარაშვილი. ხალხა არ მინდა სხვანაირად გამომივიდეს, მაგრამ აი ესეთი გვარი არც გამიგია. სად მონახეს ეს ადამიანი, რა ფუნქცია მოვალეობა აკისრია. ალბათ აქაა. არ ვიცი შეიძლება ეს ნაღდი ქართული გვარია, მე არ გამიგია უბრალოდ. არ მინდა გვარზე ვინმე მცუდად მიიღოს, მაგრამ ერთი რაღაცას რომ საქართველოში იმდენი გვარგადაკეთებულები არიან, თავრობაში არ გამიგვირდება, რომ ესეც ქართველებზე დაგეშილი ვიღაცა იყოს, რომელიც ჯარიმებზე და დაჭერებზე და ამგენზე, აი, მათრახით ხელში. აი ეს შეუძლია ამათ. ამათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ. ეს შეიძლება თქვენ დაგაჯარიმონ, მე დამაჯარიმონ, აბა ახლა ეს ჯანყარაშვილს დააჯარიმებს, რომელმაც ფრანგული დაზვერვა წაკუზა ერთ ადგილას და ასე იხმარა და ისე იხმარა. ის სიძულვილის ენა არაა. ხო, არ ვიცი, ჩემოკარგებო, აი ხანდახან ეს თამთას მინდა მიმართო, თამთა ქიმბარაშვილს. თამთა ძალიან დიდი ცილის წამებები არის სოციალურ ქსელში ჩემ მიმართ. და აი ესეთი გვერდები არის შექმნილი. რომ ვითომ მე ესა აქამდე ჯერ მწერლობას მაბრალებდნენ, მე კინოლოგი გავხდი ახლა ბოლო დროს და ჩემი სახელით ყალბი გვერდებია შექმნილი და იპოსტება და ეს და დამიცავი ახლა რამენაირად მომაშორე ესენი კიბერპოლიციამ თუ არა ეწყობიდან გამოვალ. თუ ეს თქვენი გაკეთებული არა და თქვენი ხელისუფლების გაკეთებული არა ამ სტრატეგიული კომუნიკაციების და აი ამ რაში იხარჯება ეს სახელმწიფო ბიუჯეტი და რაში იხარჯება აი სახელმწიფო ფული, გადასარევი არის რა. აგერ დამიცავით რამენაირად. მიშველი, მიხსენით ამათგან. ხო თქვი რომ საჩივარი არაა საჭირო და მიბძანდი ახლა და მინდა გადამარჩინე. ეს ქვეყანა გახდა აი კარიკატურული სახელმწიფო. აი ჯელსომინოს სრულთა ქვეყანაც ამაზე წინა. ხალხო, თქვენ რო წაგაკითხათ ფრანგული სამედიცინო დასკვნა, რომელიც საქართველოს ეხება. და ეხება არა მარტო ჯანდაცვის სისტემას, ეხება როგორც მთავრობის სისტემის, როგორც კორუფციის, როგორც სახელმწიფო ორგანოს. თქვენ გაგიჟდებით უბრალოდ ფრანგებმა როგორ ზეპირად იციან საქართველოში რა ხდება. როგორ ზეპირად, აი ქვასადაგდიაო ის იციან.
გამიცავს ხო? ხო აი ველოდები ახლა აი თამთას საჩივარი აღარაა საჭირო თურმე აი საჩივრის გარეშე აი ვრცელდება ჩემი ფეიქ აკაუნტებიდან ჩემი სახელით რაღაცები და თამთა შენ და შენმა ათეულმა უნდა დამიცვათ თუ არა ცუდათაა საქმე რა თუ არა შემიძულა ისედაც არ უყვარდი ამ მეძაღლეებს და ძაღმადიდებლებს და მე ვარ ვერით მე მიდი ეს ვინა ყველამ გამშიფრა რომ მე ვარ ფულზე გაყიდული აგენტი აი გენაცვალი ეს რომელი ბრძენია შენ გენაცვალი თემურ ვეკუა ვინ გამშიფრა თამ თუ შენ გამშიფრე თუ სტრატეგიული იმანა ქვია კომუნიკაციების თუ სუსისი მან გამშიფრა ეხლა ხო ხარ ღირსი რომ აი უბრალოდ როდესაც ადამიანს ესეთ რაღაცას დააბრალებ რომ გაგინო ახლა აქედან ცხოვრებაში რეალობაში შენ მე არასდროს არ შემხვდები და პირისპირ მაგას შენაირება რა უნდა მიქნან მე თემურ ვეკუასნაირება მე რა უნდა მიქნას შენ შეიძლება რომ მოგდები მე საფლავიჩქვა დამინგრიო ხო ხარ ახლა ღირსი გაგინო და ვალანძღიო შენ თავი ჩემ აუდიტორიას ადამიანს რო იმას ეტყვი რომ ფულს იღებ ამასი დამისახელე არაკაცო ერთი ვისგან რა ფული ავიღე ვისგან რა მოვითხოვე ვინ გადავაგდე ვინ მოვატყუე შენ მეუნები ახლა კოცი რაღაცა ეტყობა თამთა შენი ახლობელია და გეწყინა ალბათ ამ პარტიიდან დაგავალეს ხო თუ ახლა რო გაგინო გამზდელი შეიძლება წახვიდე და მე თამთასთან მიჩივლო და თამთამ კი არ დამიცვას ქართულ ქართველს ბიჭო ფრანგზე როგორ ცვლი ხო შენ თავი ქართველი გონია ჯერ ვინ გაცვალა ქართველი ფრანგზე ჩამოყალიბებულო ფალოსო პენისო ეს ერთი მერე და მეორე შენ თავი ქართველი გონია ახლა შენ ხარ ჩამოყალიბებული დოდო პიტალო შენ თავი ქართველი გონია არა ქართველი გონია მართლა და კაცი გონია შენ თავი შენაირი დებილი როა ამ ქვეყანაში ბევრი იმიტოა კარგად ჩვენი ქვეყნისაკ აი შენაირი ბიდლას კიდე ხო იმას გეტყვი რომ აი უკანასკნელი ფრანგი მირჩევნია და რატომ მირჩევნია იცი იმიტომ შენ ქართველის მტრობის მეტი და ქართველის ჭამის მეტი არაფერი არ გიკეთები აი ახ რასაც გიყურებ და აი აქ ფრანგებმა 10,000-ობით ქართველი გადაარჩინეს შენ და შენმა მთავრობამ კისრის ტეხით რო გააქციეთ ქვეყნიდან და გადაღებული მაქვს ფილმი მაგაზე და შედი და ნახე შედი პიტალო შედი და შენი პარტიის ხალხი შეიყოლე და 10,000-ობით აყავს გადარჩენილი ბავშვი დიდი პატარა მოხუცი შენ რო მაგარი ხარ შენ ხარ ქართველი გასულიყავი ახლა აი ეს არის სუფთა კუცუნიების ფენომენი ახლა რატო ვამბობ ამას დააკვირდით იგივე ამის რა ქვია ახლა კუცუნიებს ეს ახლა თვითონ ქართველი უღირს და ქართველი უყვარს და მე მეჯგიმება გინდა მისამართი მოგცე აი ახლა შეგაგინებ და მისამართს მოგცემ და მოდი გინდა არ მოხვალ იმიტომ რომ ქათამი ხარ ხო შეფსლიგიანო შენ აი რამდენი მინახია იცი ამას ქართველი ეძვირფასება თურმე და ერთხელ გასულან და დამდგარა იმასთან რა ქვია იმ გაჭირვებული ბავშვების გვერდით წამალს რო ითხოვდნენ 100 ბავშვის კურნალობა რო გაუხდათ ქვეყანაში პრობლემა ლანძღავდნენ აგინებდნენ აკაცუკებს უძახოდნენ თუ ვინმე ფული გადაურიცხეთ თუ ვინმე რამე პოსტი დავწერეთ ხარდასაჭერი ამ ბავშვების მიმართ ყველა ნაცებად და წეულებად გამოგვიყვანეს დღეს თურმე გამოსულა და წამალი არაო თქვენ რას იგონებთო თქვენ რას იგონებთო ვის რას უგონებთო წამალი არაო და რა ქნას უკვე ბახიძემო და დღეს გამოსულან თურმე აგერ და
თქვიათ რომ კი ბოლო მინდა მიულოცო ამ ბავშვების მშობლებს და ამ ბავშვებს ამ ბრძოლის შედეგი და ღმერთმა ქნას რომ გეწეოდეთ და შეგეწიათ უფლის ძალა და მადლი და მაგწამლის მადლით და ყველაფრით გამოკეთებულიყავით. აბა კოცი კი არა ვარ, ღმერთმა დამიფაროს რომ ის უძახო ქართველს. ფული არა, ამის აინშტაინი კი არ გამოვა შენგან და როგორც კოცებს ჩვევიან. და ნახეთ ახლა ეს ბინძური აყროლებული ხალხია, ეს თემურიასნაირის სირე. აი ეს სირე, ნახეთ რას წერს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებმა განაცხადეს, რომ მარშს გამართავენ და ეს იქნება სამადლობელი და მადლობას გადაუხდიან ხელისუფლებას. აი ასეთი ბიოლოგიური ნაგავი. აი ესეთი ბიოლოგი. საიდან მოიტანა ამ ავადმყოფმა? იმ ხალხის გვერდში არც ოპოზიციას არ იყენებდნენ, არც ხელისუფლებას არ იყენებდნენ და გამოდის აგერ კუცუნია. გამოდის აგერ კუცუნია, ფრანგული დაზვერვა რო წაკუზა. და თურმე ახლა მეტი გზა რო არ დარჩათ და უფრო რო ცუდად მიდიოდა საქმე და იძულებული გახდნენ ჯიბეზე ხელი გაიკრან და ამ ბავშვებს წამალი მიცენ. გამოვიდნენ ახლა და იგონებენ რომ თურმე ის რა ქვია მთავრობის მადლობელი ხდებიან ეს ხალხი. რომელიც ერთი თვე ყავდათ ქუჩაში და გარეთ არ გაუხედიათ. აჰა, თემუნი შენ ახარ, თემუნი ვეკუა ხარ. როგორ ავარ და მომიყვანე. შენი გულით საყვარელი და გაჩვენებ ერთი როგორაც ავარ. ანა ერჯანზეც ავარ. აი ესეთი ბიოლოგიური ნაგავი ჩამოყალიბდა საქართველოში. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ერმა რომელმაც არ იცის არც წარსული, ერთს რომელსაც არ ახსოვს ერთი საუკუნის წინანდელი ისტორია, არ ახსოვს 10 წლის წინანდელი ისტორია, არ ახსოვს 5 წლის წინანდელი ისტორია. უკვე ისე დაუჩვენგდათ, ტვინი ერთი კვირის წინანდელი არ ახსოვთ. ხალხი რომელიც გადასულია, ოღონდ ახლა შევჭამო და ოღონდ ეხლა გავწყე. ხალხი რომელიც გადასული არის, ოღონდ რაბეს მივაღწიო და ღმერთო ბიძინა ლოცოს. არა აქ იმ ქვეყანას მომავალი. არა აქ იმ ქვეყანას მომავალი. არა აქ იმ ერს მომავალი. ყველაფერი, ყველანაირი ხარისხი განულებულია საქართველოში. ერთადერთი გამოსავალი არის, რათაც მეტი ადრე დადგება ამ კოცების დედის ტყნა და მამის შიმშილი. აი, რაღაცნაირად რა იციან თქვა? უარი, მართლა ნაცებზე უარესები არის. რატო არის ნაცებზე უარესები, იცი? ნაცების დროს ქართველი მაინც შეკრული იყო და ღიად ამბობდა და აღიარებდა იმას, რომ ეს მიხეილ სააკაშვილი არის მტერი, ნაციონალური მოძრაობა არის მტერი და ამ მტერს უნდა ვებრძოლოთ. და იყო საზოგადოება მობილიზირებული. ამ დედამოტყუნმა, მან რა ქვია, ურიამ. ესე იგი, ისეთი ექსპერიმენტები ჩაატარა ქვეყანაში. კიკუებად აქცია მას. კიკუებად. აი ეს ჯანყარაშვილის ნაირები და ამდენი ჯანყარაშვილი კიდე ვინაა, ვითომ დიდი ავტორიტეტის ხალხი რო იყვნენ. რად გადააქცია ეს ხალხი? დღეში 9 ჯერ ალოკიებს თავის გადაფურთხებულს. არ უნდა რუსეთს თქვენთან დიალოგი. არ დაგელაპარაკებათ ის, არავინ გეპატიჟებათ თქვენ 3 და 3-ში ფორმატში. არსად არ გეპატიჟებენ, ნუ ნერვიულობთ. ევროპაში დარბოდით, იმ ევროპასაც აღარ უნდიხართ. არც ის ევროპა ტყუის თქვენთან. ნახდათ არ ტყუის. რატო არ ტყუის, იცით? იმიტომ რომ იმ ევროპას 2012 წელს რომ მოეთრიეთ, სოროს შეუძვერით ტრაქში. ასე იყო. ქართველმა ერმა ვინც მოგიყვანათ, მოაფურთხეთ და სოროს შეუძვერით. და შეპირდით ყველაფერს. როგორც სოროსო შენი ტყვი, ისე იქნება ყველაფერიო. ეგია ჩვენი ღირებულებებია. მე საქმეზე რომ მიდგა, მაგენიც მოატყვილეთ. თქვენი მოკლეჭუით. არც ისინი ტყუიან თქვენთან. ისინი ვინც იყვნენ და რაც იყვნენ, ყველა მიწოდა თავიდან. თქვენ ვინ იყავით, ეს არ იცოდა ქართველმა ერმა. გავით 14 წელი და გამოჩდით.
არა მგონია ჩემო ძმაო ახლა სიმართლე გითხრა სტალინი ბიძია კია საჭირო მართლა არის საჭირო ეს სიმართლე გითხრათ მართლაა საჭირო არა მარტო საქართველოსთვისაა საჭირო ზვიად სოფლიოსთვისაა საჭირო სოფლიოსთვისაა საჭირო რომ აი მე ვინა მყავს გარემოსვაში მე რასაც გხედავთ აგერ ქართული ოცნების მომხრეები ტაშს რო უკრავთ დღეს რო ადამიანს აფურთხებთ ლანძღავთ დააგინებთ და მეორე დღეს იმის ფასი რო არავინ არ აკყავთ დღეს რო ამას იტყვით და მეორე დღეს იმაშვებით რა თუნდა მას ვინ ღმერთმა დამიფაროს ვინ მე მყავდეს ქართულ ოცნებაში ღმერთმა დამიფაროს რა ჯანდაბა უნდა რა მოღალატეების პარტიაში რა უნდა მედროვეების პარტიაში გადახედეთ თქვენი ლიდერები დღეში 10 ჯერ გადაფურთხებულს რამდენჯერ ლოკავი გადახედეთ თქვენი გამправებლები დღეში 10 ჯერ გადაფურთხებულს რამდენჯერ ლოკავი გადახედეთ კიკუც ბევრად პატიოსანი მე რაზე გწყდებათ გული რატო აქვს ხალხს ასეთი რეაქცია ბიჭო სვანეთში დღეს სპეცოპერაცია ჩავატარეთო სვანეთშიო და რაკეტით იარაღებით ავარდით 60 რა ქვია თუ 6 წერტილზე მაინერები ამოიღეთ და გადაარჩინეთ ქვეყანა გადავრჩით ხალხო წადი აგერ ბიძიკო გადი იმ გლდანში იმ ხელა მაინერების ქარხანა რო დგას ბიზინა ივანიშვილის თბილისის მეტროზე დენს როჭა მეტროზე მე დენს ჭამს წადით ერთი მიდით ამოიღეთ რატო არ იღებთ არა ის დარღვევა არა ის უკანონო მოპოვება არა ის უკანონობა 1 მილიარდის შემოსავალი რო აპატიეთ ენერგოპროტი დაწყებული დამთავრებული სხვა ენერგეტიკულ კომპანიებს 1 მილიარდის ქართველი ერის ფული რო აპატიეთ 30%-ით რო ტარიფით ჩვენ გაგვიზარდეთ უბრალო ხალხს ეს ნორმალური საქციელია და სადღაც 6 წერტილზე ამოიღეთ თურმე მაინერი ესა თურმე გადარჩენ აი ის ყოფილა თურმე ის არაფერი ის თქვენი პრობლემა არაფერია ვიღაცამ 2 მილიარდი ევრო რო გაათეთრა ვიღაცა ერთი მინისტრი კორუმპირებული მეორე მინისტრი კორუმპირებული მესამე მინისტრი კორუმპირებული მეოთხე გუბერნატორი ბარი გადაკორუმპირებული თავარი პროკურორი მკვლელი თქვენი მინისტრები არა თქვენი პროკურორები არა აი ხო გიკვირს მეკითხება ამას ჩამოვიდე ერთი თუ არ წაშალა კომენტარი თემურ ვეკუა რატო გავიქეცი და დედაშენს ვტყნავა აქ ხო შემიკლა ხელში რა კაცო მის სამართსაც გაძლევ კიდე თუ გინდა რა პარიზი მე-16 რაიონი პორტ-დოფინი სპონტინის ქუჩა ნომერი 30 მოდი და ნახე შენ დედას შევეცე არ წაიღო ტვინი კაცო სადა ეს ხო ბატონო აი ქერიმოვი ესეთი გვარი ქონდა არ ვიცი სახელი აღარ მახსოვს ზუსტად თქვენზე მინდოდა ბატონო თამაზ მე პასუხა ვინ ყავს გარემოცვალებითები ხო თელ ქართველ ერზე ჯერ ახლა არ გეწყინოს ბატონო თამაზ მაგრამ ქერიმოვი ნემსაძეს რო ქართველი ერის მიმართ პატივისცემის ლექციას უკითხავს არა მე არ ვამბობ იმას რომ არა აქვს ნებისმიერი გვარის ადამიანს აქვს უფლება მაგრამ რაღაცა მაინც ცოტა უხერხულად ჩანს ხო მით უმეტეს ჩემნაირ ადამიანს რომელსაც რაღაცა ამ ცხოვრების მანძილზე მისი ქვეყნისთვის ამხელა აგური აქეთ-იქეთ გადაუდევს რომ ჯერ ამ უხერხულობიდან დავიწყოთ ღმერთმა გაუმარჯოს ყველა არაქართული გვარის მატარებელს ვისაც საქართველოს უყვარს მაგრამ ქართველი ერის შეურაცხყოფას ადაინახე აქ მე კუცუნებზე ვლაპარაკობ აი კუცუნებზე თქვენს კოცების მომხრე ხართ და მინდა გაგცეთ პასუხი გიგონებთ ვინმე რამეს ან შენ ან ბიძინას ან კოცებს გიგონებ
მარგველაშვილი თქვენი არჩეული პრეზიდენტი ხო იყო? მე ხო არ ვარ ორ თვეში მოღალატე ხო აღმოჩნდა. სალომე ზურაბიშვილი ახლა რო წაკუზეთ საფრანგეთის დაზვერვის აგენტად, ყველა მიცოდა რომ საფრანგეთის დაზვერვის ესა რა ქვია აგენტი კი არ იყო, ოფიცერი იყო. ერთ-ერთი დიდი თანამდებობის. თქვენ არ არაირჩიეთ პრეზიდენტად 6 წლით? მე რო გაიგეთ თურმე აგენტი ყოფილა. და რო აგინებთ ახლა და ქვეყანას, ისე როგორც მარგველაშვილს. ღარიბაშვილი ლამის შვილობილად არ ყავდათ მიჩნეული? შენ ჭირი მე შენ გენასვალეო? თურმე კორუმპირებული და მოღალატე არ აღმოჩნდა? ხო დაიჭირეთ. თქვენზე გეუბნებით. გახარია. თქვენ არ მოიყვანეთ რკინის მინისტრიაო, ამის ფასი არავინ არაო? თქვენ არ ეძახოდით ამას? კოცე. და სიმღერებს უზღვნიდით და ეს გამოკლებული ხალხი რო არიან ემიგრაციაში რო არიან ამ ხნის დედის და ბებიის ტოლაქალები იტალიელის და ბერძენის ტრაკის ბანვაში რო არიან და იმას გახარია ჩემი პრემიერიასო რო იძახოთ. თქვენ არ იმასქენით, არ მოიყვანეთ? და მე გახდა გახარია მოღალატე. რიჟვაძის ფასი არავინ არ ყავდათ იმაში. აჯარაში. რიჟვაძე ბარიგაო და უბედურია და მოღალატეაო, ასე არ მოხდა? არ კლავდით იმას თუ თავს რო იკლავდა ვითომ? თავდაცვის მინისტრი. ამნაირი თავდაცვის მინისტრი კაცშვილი არ ყოლიაო. არ აღმოჩნდა კორუმპირებული? აქნას ახლა 8 შვილი ყოლია, 8 შვილი ჩენახო უნდა. თქვენი არისო? ლილუაშვილი თქვენი უშიშროების შეფი არისო? აი გეკითხებით, აი სად ვნახულობ მე თურმე ამნაირ მე ნორმალური წრე მყავს, მე არ მყავს ესეთი წრე. თქვენ წრეზე მაქვს მე ლაპარაკი. ლილუაშვილი არ გახდა ახლა საგინებელი და მოღალატე არ გახდა? ფარცხალაძე თქვენ არ აირჩიეთ გენპროკურორად? აი ნაცებს რო არ მოწონსო განსაკუთრებითო? ფარცხალაძეზე თქვენ არ თქვით დაქირავებულიო მკვლელიაო? თუ მკვლელი დაიქირავო და მკვლელიაო? ვინმე სხვა არ დაუბრალებია? ახლა რამდენი გინდათ ამნაირი რო ჩამოგითვალოთ? გინდათ პარლამენტში, გინდათ მთავრობაში, აღარა მაქვს პარტიულ აქტივზე ლაპარაკი და აღარა მაქვს გამправებლებზე ლაპარაკი. ხო და ამნაირი დედამოწყნული წლის რო ხართ, ამნაირი ნაბოზრები რო ხართ, ახლა წესიერი და პატიოსანი ადამიანი ამდენ ჩათლახს ერთად ვერ მეიკრებდა. ხო და მე მეუნები კიდე მე ბრწყინვალე წრე მყავს. სამეგობროც, ახლობლოც, გამომწერების ბრწყინვალე ადამიანები არიან. კი, არის მოგზავნილი ჩათლახი გუზეროს ხდება. ეხლა რო უყურებს და სისხლობს სამს ისეთებიც არიან. ძირითადში ვინც ღიათ აფიქსირებენ, ხმას პატრიოტი ქართველები არიან. თქვენ ვინ ახართ, ვინო? და შენ მასწავლი მე? რო შეურაცხყოფა ვის მივაყენო და ვის არა? მე არ ვთვლი თუ კოცებს მე ვთვლი ქართველი ერის ბიოლოგიურ ნაგვად. მაგ მე ამის უფლება და ვთვლი და მაგ ამის მიზეზი. და აი თუნდაც აი მარტო აი ამის გამო. აღარა მაქვს სხვა რამეებზე ლაპარაკი. და ვისაც გული გეწვით და ვისაც ერთი ადგილი გტკივათ, ხო? მაშინ გამოდით ბატონო არგუმენტირებულად დამისაბუთეთ. ამიხსენით, რომ ეს ასე არ არის. ამიხსენი მაშინ, რომ ეს ასე არ არის. ახლა იძახით, რომ არ ყოფილხარ კოცი. ამ ხელისუფლების ხარდამჭერი ხარ, ვიცი რამდენი ხანია კომენტარებს უყურებ შენსას. დამიდევით არგუმენტირებულად, სხვამ დამიდევით, რომ ეს ასე არ არის და სხვანაირადაა. ლომჯარია თქვენ არ დანიშნეთ? ნელ-ნელა მახსენდება კიდე ეს მთელი ბიოლოგიური ნაგა. ლომჯარია თქვენ არ დანიშნეთ სახალხო დამცველა? იმას ნაცებს თქვენ არ აფინანსებდით?
გინდა ელისო კილაძე ყოფილიყო და გინდა ის ყოფილიყო. აქვია იმას. კლიჩკებს რო უძახოდით, ხაბე თუ დაანებეთ ამ ფარულ დაფინანსებას, დავი. ოფიციალურად ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის მერე დღევანდელ დღემდე რამდენი ფული მიცა? 60 მილიონამდე ხო არ მიცა ბიუჯეტიდან. ქართულმა ოცნება. თქვენ არ იყავით, უნდა აუკრძალოთო ნაცებიო, უნდა გავასამართლოთო, ასე ისეო ვითომ გაძალებდათ ახლა ვინმე. გამოდით, გძალავდით და მეორე დღეს გამოდით და თქვენი გადაფურთხებული ალოკეთ კიდე ერთ შანსს მივცემთ. მე გიკვირთ რომ ამნაირ ფსიქიკის ადამიანს გაგინებთ ნორმალური ადამიანი? და ამაზე რო ტაშს კრავთ, ხო? ქმედებებზე ზედმეტია ლაპარაკი. მოდი გინდა ქმედებებზე გადავიდეთ. 2012-ში, ახლა რო სვანეთში ჩაატარა ეს სპეცოპერაციები და ხალხი რო დაიჭირა. მე ვიყავი სვანეთში. და იქ დაეთრეოდა მაშინ. ასამბობო ბიჭო, ჰესიო ადამიანების სანაცვლოდ როგორ უნდა ავაშენოთო. სვანეთს განსაკუთრებული ყურადღება ჭირდებაო, სვანეთსო გვერდით დგომა ჭირდებაო, მთელი ამბებიო, ასეო, ისეო. ახლა იმ სვანებს იმის საშუალებასაც არ აძლევთ, რომ 1375 მეგავატი მიგაქვთ სვანეთიდან ელექტროენერგია. 27 მეგავატი ჭირდება იმისთვის, რომ ხალხმა იცხოვროს და ის თუნდაც ის მაინერების ფერმა კონდეთ. 27 მეგავატი და ამას შედის ყველაფერი. 27 მეგავატი არ გემედებათ ხალხისთვის. და იმაზე რა ქვია, იმაზე უბნებით რა ხაიშის მოსახლეობას ეუბნებით, ეიყარეთ, გადასახლეთ კაცო და სოფლებიც და ისიც დატბორეთ. თქვენ არ აკეთებთ ამას? ნამოხვანზე მე არ ვიყავი ერთი ვაი და უშველებელი და ომი რომ მქონდა? იმიტომ რომ არ აგეშენებია? როცა მოდიოდა იძახოდა ნამოხვანი რა უნდა აშენდეს. ახლა ასეთი რამდენი შემიძლია გაგახსენოთ. და რა გინდათ ახლა თქვენ ბიჭო, ასეც გინდათ, ისეც გინდათ და თან შეურაცხყოფა არ მიიღოთ? თქვენი ბიზნესი არ იყო რომ ტრაგედიაო ემიგრაციაში როაო ხალხიო წასულიო და დედები შვილებს ვერ ზდიანო? ასე არ იყო? მე რომ მოეთრია ის არ უთხრა ხალხს წადით ეგერ და მარწყვიტრიბეთო? და ვერ შექმნით სამუშაო ადგილებსო? გაბრალებთ ვინმე რამეს? და რატო უნდა მომწონდეს ახლა მე რასაც ვთვლი ესა რაღაცა თქვენ ენას ძვალი არ აქვს ისე როგორ ჩუბზე ძარღვი არ აქვს კოცებს და ახლა თქვენ რა სიტყვით მაგას რა მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიური ნაგავი რა სიტყვის ეს ასე არ არის დაგაბრალეთ რამე ის უგირთ რატო გლანძღავ და რატო გაქვთ ამ ერთ წარმოდგენა ხო არა მესმის ბატონო ახლა როცა ადამიანს სინდის ნამუსი არ გააჩნია იმას ყველა უსინდისო გონია და ალბათ აქვთ ეს რა ქვია ნაცების დამპალი დედავატირე ბიჭო ნაცების დამპალი დედავატირე ნაცების დროს ჯარიმები 100 ლარიდან იწყებოდა ადმინისტრაციული ამ დროს 2000-დან იწყება. ხელფასი 20 ლარია კანონში გაწერილი. თქვი ეს გეუბნები 100 არა? მინიმალური ხელფასი კანონით შეიძლება იყოს 20 ლარი და მინიმალური ჯარიმა შეიძლება კანონით იყოს 2000? გარეჯზე არა მაქვს ლაპარაკი. გარეჯზე ის კაცი მოკლეს თლათ. მოკლეს ლაზარ ჯორბენაძე მოკლეს ხმაც არ მოუღია არავის თქვენ ხართ საქართველოს მტრები ჩემი მტერი რო იყოთ ბიჭო ჯანდაბას თქვენი თავი კაცო საქართველოს მტრები ხართ საქართველოს გეზიზღებად ქართველი გეზიზღებად გამა
ამაშია საქმე. ვინც თქვენ ხელს გიწყობთ მტრის საქმეს აკეთებს. თქვენ არ იყავით რო იძახოდით რო საკობავ მთელი მიწებიო უცხოელებს მიყიდაო. თქვენ რამდენი მიწა გაყიდეთ? არ ვიცი ზმაო. და ვიღაცა სხვა არის დამნაშავე. ხან ნაცები არიან დამნაშავე, ხან რუსეთი არის დამნაშავე, ხან deep state-ია დამნაშავე, ხან ოღონ თქვენ არა, ოღონ ბიძინა არა, ბიძინა ყველაზე მაგარი კაცი. ვიცი. არა, თქვენ რო ხართ გამოსწირებულები ეს დიდი ხანია ვიცი და უთომოყარეო გამოსწირებული. ჩვენც რატო გვაიზულებთ რომ თქვენ აირები ვიყოთ? რატო ზევედიო? სულ არაფერი პრობლემა რო არ მქონოდა. თქვენ დამპალ მთავრობასთან ამნაირი დედამოტყული მთავრობის რეჟიმში მაცხოვრებელ ქვეყანაში როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი? მარტო ეს კმარა რო ქვეყნიდან წახვიდე ადამიანი. და უყურო იმას რა ქვია თქვენ გააქსუებულ, გადაგვარებულ, გადაჯიშებულ იმას რა ქვია გამპრავებლებს ამ შენ გაზვატყავებულ ქვეყანაში ერთი მართლა კალოშით რომ მევიდნენ და ახლა პარიზებს და იმას რო არ იკლებენ. აი გამოხვა და მუქარას დაგიწყებს კიდე. არ გადამიღუნოთ. არც აქ და მაგ ხო ვერა და აქ მით უმეტეს. არ ვიცი შემოგარგებო, არ ვიცი. აი ჩემო ძმაო სტალინი კაცობრიობაში ხდება მარტო ამათ კი არა და მაგრამ საქართველოში უკვე ისია გადაგვარებული და ისია გახრწნილი ყველაფერი. გონია ერთი სტალინი ვერ უშველის ამას. ამას სტალინი, დავით აღმაშენებელი, გიორგი ბრწყინვალე, სოლომონ მეორე, ავგიორგი რო იყო, ავგიორგი. წამებელი და სისხლისმსმელი. აი იმის მეთოდები უნდა რა. მარკის დესაც რო არ და ისიზბრებოდა ისეთი. სხვანაირად ამ ხალხს ვერ მოაბრუნებს აქაოს. ასე შესაძლებელი ყოფილა ხალხის ამ დონემდე გადაგვარი. აბა თქვენ იცით ფრანგული დაზვერვა რადგანაც საკუზეთ ასე აღარაფერი გიჭირთ. deep state დამარცხებულია ქვეყანაში და გენერალ-მაიორი ყავთ იმნაირი რა ვიცი. აბა თქვენ იცით ახლა და გააგრძელეთ. ბევრს მიაღწევთ. ამიტომ ახლა მე იციან თქვა რომ აი ძველი აზროვნებაო მონარქი უნდა ამ ქვეყანას. მონარქი უნდა ამ ქვეყანას. კი. სოთაშუის აბსოლუტური მონარქია ჭირდება. ეს არაფერია, კონსტიტუციური მონარქიაც არაფერი არა. საქართველოს როგორც ქვეყნის და ერის დეგრადირება და დაქცევა დაიწყო 1918 წლიდან. აი ეს რესპუბლიკა და ესენ რომ მოიგონეს. მის მერე წავიდა საქართველოს საქმე უგუღმა. იმიტომ რომ არავინ პასუხისმგებელი არა ერისა და იმის წინაშე. ცუდი მეფე რო ცუდი მეფე იყო, ისიც კი პასუხისმგებელი იყო ერისა და ქვეყნის წინაშე. მონარქი უნდა, უნდა მონარქი. და ჩვენი მეფეების და ჩვენი გმირების სისხლით მორწყული მიწები დაარიგეს ისე, ვითომ არაფერი. აი შებრძანდით ბატონო აგერ და ნახეთ. დღევანდელი დღე არის საქართველოს ღალატის და გაყიდვის დღე. ასე იყო ეს 1918 წლის 4 ივნისი. დაო კლარჯეთი, აჭარა, ახალციხე, ახალქალაქი ეს ყველაფერი თურქებმა წაიღეს. დანარჩენი გერმანიის ვასალი იყო. რკინიგზა გერმანელებს და თურქებს ჰქონდათ, მადნეული თუ რამე იყო ბაქოს ნავთობებიდან დაწყებული, კაის აზერბაიჯანისა მოყოლებული, გაგრძელებული, აგერ ჭიათურის მარგანეცი ყველაფერი გერმანელების იყო. აღიარებაც არ მოუციათ. ტყვილია მაგი. არა უღიარებია საქართველოს გერმანიას მაშინ. ტყუილია ეს. დე ფაქტო იყო ეს აღიარება.
საქართველოს დამოუკიდებლად პირველი ოფიციალური სახელმწიფო, ვინც იყო, ვინც ცნო, ეს იყო არგენტინა. საერთოდ არ იყო ევროპული ქვეყანა. არც აზიური, არც აფრიკული. სადღაც იქ გადასაკარგავში იყო. ესენი თვითკოლონიზაციას ახდენენ, ოცნებობენ, რამენერად ევროპელების და თურქების მონები იყვნენ. მოკლედ, ჩემო კარგებო, აგერ არის ქვემოთ ეგ ლინკი მითითებული, შევბრძანდით, ნახეთ, ესეთი ის აქვს. ყდა აქვს და დღევანდელი დღე იცოდეთ. საქართველოს უახლეს ისტორიაში დღევანდელი დღე ეს არის ყველაზე ერთ-ერთი უფრო მძიმე დღე. დღევანდელი დღე გახდა საფუძველი ჟორდანიას ხელმოწერილი დოკუმენტით, დღევანდელი დღე გახდა საფუძველი შემდეგ უკვე საქართველოს დაქცევის და დაშლის დანაწევრების. ასია. რა ვიცი. თქვენ კიდე თქვენი ამომრჩევლებიანად ვისაც ეს ყველაფერი მე რაც ჩამოვთვალე და რო კითხო ეს ყველაფერი ნორმალურია, ეგერ ბიზია წად და ექიმს ეჩვენეთ. თუ ექიმი თუ არ არჩენილი მაგ ქვეყანაში საკითხავია, იმიტომ რომ იმ ფრანგულ დასკვნაში, რაც დაწერილია, იმ ფრანგულ დასკვნაში, რომლის დაზვერვას ამოძირკვეთ. ერთნით, ექიმით, მინისტრით, ყველა ხართ ამოთხრილი და გათახსირებული დიდი ან პატარიანად. ყველა არაპროფესიონალიზმი, კორუფცია, საბაზრო ეკონომიკად გადაქცეული მედიცინა, წამლები, ყველაფერი ერთიანადაა გათახსირებული. და ეს აბატონი ბიძინი. და ხალხმა 40 დღე ქუჩაში იშიმშილა, ათენა, ღამე და ახლა მადლობას გვიხდიან. ეს მაინც აიდან მოიფიქრებთ, რა ფანტაზიის უნარები გაქვთ. მადლობა ყველას ყურადღებისთვის.